გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა თაღლითური სატელეფონო კოლცენტრების საერთაშორისო ქსელი დაახურა, რომელიც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მილტონ გრუპის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ინტერესებით მუშაობდა და 50-ზე მეტ ქვეყანაში დაახლოებით 100,000 ადამიანი დააზარალა. 100,000 ადამიანი. მაგარი გაქანება ჰქონია მილტონ გრუპის დამფუძნებელს. შეიძლება მკითხოთ კი, მაგრამ ახლა რუსეთის ფსბ-ს მუშაობა ჩვენ რაში გვაინტერესებს, რატომ გვსვრი ამ ინფორმაციით. ჩვენ გვეზიზღება რუსეთის აგრესია და ფსბ, რომელიც კგბ-ს ნაშიერია, ანუ მისი სულძაღლიანი საქმის გამგრძელებელი და მე გეტყვით, რომ გეთანხმებით, აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში. მეცაც გეტყვით, რაც უფრო მეტი სუბიექტი თუ ობიექტი მოუტანს რუსეთს უსიამოვნებას, ისეთ უსიამოვნებას, რომ ფსბ იძულებული იყოს ჩაერთოს ამ უსიამოვნებაში, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ რუსეთს ცუდად აქვს საქმე, რუსეთი სუსტდება და დღეს თუ არა ხვალ დაიშლება. მაგრამ ამ кейს, ანუ შემთხვევას მე ახლა გვერდიდან ვუყურებ. რა გრძელი ხელი ჰქონია კეზერაშვილს. აი ყველაფერს არ მოვიდგენი, მაგრამ იმას, რომ რუსეთსაც მიწვდებოდა, ეს უკვე მეტის მეტია. მაგრამ საინტერესოდ არ გეჩვენებათ მეგობრებო, რომ ტოტალიტარულ რუსეთში, სადაც ფსბ-მ იცის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, მხოლოდ ახლა მიაკვლიეს კოლცენტრებს, ეთქობა ფული ვერ გაინაწილეს კეზერაშვილებმა და ფსბ-ლებმა. მოკლედ, ასეა თუ ისე კეზერაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ყველა ქვეყანაში ყავს თავისი კადრი. საღოლ ასეთი შემართების ადამიანმა 2008 წელს რუსეთს ომი როგორ ვერ მოუგო საკვირველია, თუმცა რატომ უნდა მოეგო ომი იმ ქვეყნისთვის, რომელშიც მას ინტერესები ჰქონდა და რომელსაც ასევე მისდამი გარკვეული ფინანსური ინტერესები გააჩნდა. ხელი ხელს ბანს, ხომ კი? აი, ასე საინტერესოდაა ცხოვრება მოწყობილი. ის კოლცენტრები, როგორც თქვეს, 50 ქვეყანაზე მუშაობდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ნაკლებად რუსეთის მოქალაქეები იყვნენ დაზარალებულნი. არა, იმიტომ კი არა, რომ კეზერაშვილს რუსეთის პენსიონერებისადმი რაღაც გარკვეული პიეტეტი და სიყვარული აქვს. არავითარ შემთხვევაში. კეზერაშვილი ის ადამიანია, რომელსაც პიეტეტი მხოლოდ საკუთარი თავისადმი აქვს და როგორც ნამდვილ კოსმოპოლიტს, მისთვის ეროვნებასა და მოქალაქეობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ის გაპარსავს ნებისმიერი ეროვნებისა თუ მოქალაქეობის ადამიანს. მთავარი იმ ადამიანს ჰქონდეს გასაპარსი მასალა. და რუს პენსიონერებზე ალბათ იმიტომ არ იმუშავებდა კეზერაშვილი, რომ ვიცი რუსი პენსიონერების სავალალო ფინანსური მდგომარეობა და მათ გასაპარსი არაფერი აქვთ. ჩვენი პენსიონერები ვით ჯიბე გამოფხეკილნი არიან და ჩვენებზე კეზერაშვილი ხომ არ მუშაობდა როგორც ვიცი. თან ისიც ვიცი, რომ რუს პენსიონერებს არ სჯერათ ფულის სხვადასხვა სფეროში დაბანდებისა. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი თავის პენსიას აბანდებენ, ეს არის მუთაკა. ახლა კი ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო. როდესაც ეს კოლცენტრების ამბავი დაიწყო, აი თბილისში რომ პირველად გასკდა ეს ამბავი, მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი ახალგაზრდა თაობის 3 წარმომადგენელთან. მაშინ მე გამოვთქვი ჩემი სრულიად აღშფოთება იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილს და მისნაირებს ღამე როგორ ზძინავთ, როდესაც ისინი ხანში შესულ ადამიანებს აყაჩაღებენ. ანუ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას. და რა მიპასუხეს ახალგაზრდებმა, იცით? მიპასუხეს, რომ მათი ბევრი ამხანაგი ასეთ კოლცენტრებში იყო დასაქმებული და ძალიან კარგი ხელფასიც ჰქონდა და არაფერი წუხილი ამის შესახებ არ გამოუთქვამთ. როგორ მეთქი, რას ამბობ? ანუ გამოდის, რომ ქურდობით, ყაჩაღობით, ხო, კიბერყაჩაღობით, მაგრამ მაინც ყაჩაღობაა ეს და ასეთი კრიმინალური გზით შეულებდნენ ფულს და ეს ნორმალურია დღეს? აი მაშინ პირველად მომივიდა თავში, რომ ყველაფერი არაა კარგად ჩვენს
განათლების სისტემაში. ახლა ვინმე ახალგაზრდა თუ მეტყვის რომ არ ენაღვლება უცხოელი პენსიონერის ბედი, არ ვიცი, ეს უკვე ისეთი სიბოროტეა, როგორიც არც ზღაპარში ითქმის და არც კალმით აღიწერება. მეგობრებო, დამიჯერებთ, არაფერი მომიგონია, რაც მოგიყევით. ძალიან უსიამოვნო გზნობით დავშორდი იმ ახალგაზრდებს, რადგან დავინახე, რომ არავითარი წუხილი და სინანულის გრძნობა, ახლა რომ ამბობენ ემპათია, მათ არ გამოუთქვამთ. ცუდია. და მინდა რეკომენდაცია გაუწიო ერთ ფილმს ამ თემაზე, ჰქვია მე ფუტკრე და იქ ბრუტალური ჯეისონ სტეთემი თამაშობს. ფილმში მეტნაკლებად კარგად აღწერილი კოლ-ცენტრების არსი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.